საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ბაღაიძიანი ქვეყნის რკინიგზის მუშაობას მატარებლის ვაგონში ეცნობა. გარდაბნის რკინიგზის სადგურიდან დასავლეთის მიმართულებით გასული შემადგენლობა, რომლის მგზავრები პრემიერ-მინისტრი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი და სხვა მაღალჩინო მოხმები არიან, თითქმის მთელი საქართველოს გავლით ბათუმში ჩავიდა. გზად პრემიერ-მინისტრი კასპში შეჯერდა, სადაც ახალი რკინიგზის სადგურის გახსნას დაესწრო. მატარებლის არ მიგზავრეთ 15 წელზე მეტი იქნება. თუმცა ახლა ძირითადი მიზანი მატარებლის მგზავრობა არ არის, როგორც ხედავთ, ჩვენ დავიწყეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა შუალოდ მატარებელში, რომელიც რკინიგზასთან არის დაკავშირებული. და ძალიან კმაყოფილი ვარ აი ამ კასპის ახალი რკინიგზის სადგურის შემოვლით, მე მგონი თქვენაც მოგწონთ, მომავალ წელს იგეგმება რეგიონზე რომ ვთქვათ მარტო გორის რკინიგზის სადგურის გახსნა და ასე ნელ-ნელა მოვიყვანოთ და წესრიგში რკინიგზის ინფრასტრუქტურა. კასპის რკინიგზის სადგური, რომელსაც აღდგენითი სამუშაოები ახლადან შეუტარდა, რკინიგზის დეპარტამენტისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მოწონებას იმსახურებს. თანხა დაჯდა დახვის 300,000 ლარი, არა მხოლოდ ამ შენობის, ანუ გარეთ ბაქნების კეთილმოწყობა, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობის მომენტები, სრულად ეს 300,000 ფარგლებში ჩაეტია რკინიგზა და დღეს აქვს შვენიერი ასე ვთქვათ სადგური, რომელზეც შეუძლია წყნარად მოვიდნენ და ნორმალურ პირობებში დაელოდონ მატარებელს და მომსახურების დონეც ბევრად გაზრდილი იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჯერეთი, იმიტომ რომ თქვენ ნახეთ თუ რა მდგომარეობაში იყო წინა პერიოდში სადგური, შეიძლება ითქვას სადგური არც ერქვა, არც შენობა ერქვა ამას არანაირად, თუმცა მთლიანად იყო დანგრეული და მიწაზე გასწორებული, დღეს უკვე შეცვლილი აბსოლუტურად მდგომარეობა, ნახეთ რომ არის შესანიშნავი შენობა, შესანიშნავად გაკეთებული, რაც გარკვეულწილად მართლაც გაზრდის მომსახურებას მოსახლეობაში. გარდა რკინიგზის სადგურისა, კასპში ბაქანის, საკომუნიკაციო კვანძი და სხვა მნიშვნელოვანი სარკინიგზო ობიექტების შეკეთდა. ჩატარებულ სამუშაოებს ხაშურის სკოლის წარმომადგენელი დირექტორი დადებითად აფასებს. ეს მარტო შენობა არ არის, მე აღნიშნე ახლა ვამბობ, რომ მარტო შენობა არ არის ეს ვაგზლის შენობა. აქ არის მთელი ინფრასტრუქტურა, ხედავთ ბაქანი როგორ არის გაკეთებული. ლიანდაგები, სალიანდაგო მეურნეობა, სიგნალიზაციის და კავშირგაბმულობის ობიექტები. აღსანიშნავია, რომ რკინიგზის დეპარტამენტმა შიდა ქართლის სადგურების შეკეთება კასპიდან დაიწყო. კასპიდან, მაინც. შიდა ქართლი კასპიდან იწყება. თბილისის სოფლიდან დავნიშნეთ თვალი. ეკვიფუბნება. სანამ კასპში ახალი რკინიგზის სადგური აშენდებოდა, უწინდელი შენობა ასე გამოიყურებოდა. მოსახლეობა სადგურის აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ მატარებლის მგზავრობა უფრო კომფორტული გახდება. კარგია რომ გაიხსნა. აქამდე რა მდგომარეობა იყო? აქამდე ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, დანგრეული იყო აქ. სისუფთავეთ ახლა კომფორტულად არის. ინტერიერი გაარახლდა, საშუფთავია, სილამაზეა და რასაკვირველია მოიმატეს გზავრთა გადაყვანა რკინიგზით. ისედაც ავტოტრანსპორტის გაზრდილება თავისთავად მოსახლეობა გადმოიყვანა რკინიგზისკენ და კასპის რკინიგზის სადგურის გასვლის შემდეგ მთავრობის წარმომადგენლები ბათუმში გაემგზავრნენ. მას შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრი გააცნეს კასპში რამდენიმე ობიექტი მოახდინეს. ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეთნენ.